და ძისათა და სულისა წმინდისათა ამინ. ფრიად საინტერესო მნიშვნელოვანი მუხლები წავიკითხეთ ჩვენ ლუკას სახარებიდან. უფალი იგავით ესაუბრება ერს ადამიანებს ხალხს, რათა ვისშიც არის ინტერესი, რა თქმა უნდა ის გამოიძიებს, იკითხავს და მიეცემა ღმერთისაგან ყოველივე. მაგრამ ვისაც არ აინტერესებს, ხედავენ და ვერ ხედავენ, ესმით, მაგრამ ვერ გულისხმაყოფენ, ანუ ვერ იაზრებენ. ესეთმა ადამიანებმა რომ გაიგონ, ჩაწვდნენ და არ აღასრულონ, უფრო მეტად დაიტანჯებიან. ამიტომაც ზოგისთვის გასაგებია, ზოგისთვის არის გაუგებარი. ჩვენ შორისაც ასე ხდება. არა ყოველთვის გულისხმავ იმას, რაც არის ღვთის სიტყვა. ან თქვათ, წაკითხული ქადაგება წმინდა მამათა სწავლებისა. ზოგჯერ გვესმის, ზოგჯერ არ გვესმის. დღევანდელი სახარების შინაარსი არის ასეთი. უფალმა თქვა იგავი, რომლის მიხედვითაც წარმოაჩინა სამი კატეგორია ადამიანებისა, რომელიც ვერ ცხონდება, ვერ გადარჩება. გამოვიდაო მთესველი დასათესად და თესვის დროს რომელიმე მარცვალი დავარდა გზაზე. მოფრინდნენ ფრინველები და აკენკეს და ასევე ფეხით დაითრგუნა. რა თქმა უნდა, ნაყოფი ვერ გამოიღო თესლმა. ზოგიერთი თესვისას დავარდა კლდოვან ადგილზეო, სადაც თუმცა მიწა იყო, აღმოსცენდა, მაგრამ სიღრმე არ ქონდა, ფესვები ვერ გაიდგა და ამიტომ ნაყოფი ვერ გამოიღო. ზოგიერთი დავარდა ეკალ ბარდებში. და როდესაც აღმოსცენდა თესლი, მაშინ ეკლებმა იგი შეაშთვეს, მოახრჩვეს და ნაყოფი ვერ გამოიღო. ხოლო ზოგიერთი თესლი დავარდა კეთილ ნიადაგზე, სადაც გამოიღო ნაყოფი. მოციქულები უსმენენ და ვერ მიხვდნენ, რას ნიშნავდა ეს იგავი. და კითხეს უფალს და თქვენთვის მოცემული არისო, რომ მიცოდეთო და უხსნის კიდევაც. თესლი არის ღვთის სიტყვა, რომელსაც მრავალი ადამიანი ისმენს, მაგრამ ზოგიერთი ადამიანი იმდენად გულქვა არის, რომ საერთოდ არღებულობს მსგავსად გზაზე დავარდნილი თესლისა და იგი ითრგუნება. მოდის ეშმაკი და მიაქვს ეს სიტყვა მისი გონებიდან. სიღრმემდე ვერ ჩავიდა, იმიტომ რომ არ აინტერესებს. კლდოვან ადგილზე ის ადამიანები არიანო, რომელთაც მიიღეს ღვთის სიტყვა, მართალია, მოეწონათ, მიიღეს, მაგრამ დროებით სწამთ, მაგრამ როდესაც წინააღმდეგობა, განსაცდელები შეხვდებათ, ამიტომ ისინი არ აღასრულებენ აი ამ ღვთის სიტყვას. ამ შემთხვევაშიც ნაყოფი ვერ გამოიღო ღვთის სიტყვამ. ხოლო ზოგიერთი დავარდა ეკალ ბარდებში. ეს ნიშნავსო იმას, რომ საზრუნავებმა ამ წუთის სოფლისამ და სიმდიდრის სასტურმა მოაშთვესო აი ეს თესლი, ანუ ღვთის სიტყვა და ამიტომაც ვერ გამოიღო ნაყოფი. ანუ ეს სამი კატეგორია არის, რომელიც ვერ ცხონდება და ვერ გადარჩება. ესენი არიან, რომლებმაც საერთოდ არ მიიღეს. მეორე კატეგორია არის მიიღეს, მაგრამ როგორც კი წინაღობა შეხვდებათ, სიძნელეები, სირთულეები აი ამ ეკლესიურ ცხოვრებაში, იმ წამსვე ანებებენ თავს ყოველივეს. და მესამე კატეგორია ეს არის საზრუნავი ამ წუთის სოფლის და საცდური სიმდიდრის. ხოლო კეთილ ნიადაგზე ვარდება თესლი და გამოაქვს ნაყოფი.
მოთმინებით, შრომით, ღვაწლით ისინი ამ ყოველივეს ტვირთულობენ, რწმენით საზრდოობენ და ნაყოფიც გამოაქვთ. ეს მეოთხე კატეგორია არის, რომელიც გადარჩება. იოანე ოქროპირის სიტყვა მინდა წაგიკითხოთ მაცხოვრის სიტყვებზე: ზრუნვამან ამის სოფლისამან და საცდურმან სიმდიდრისამან შეაშთვის სიტყვა იგი და უნაყოფო იქმნის. ყველაფერი ითქვა ამ სიტყვებით. სოფლის საცდურსა და საზრუნავში ყოველგვარი ამქვეყნიური ამაო საფიქრალი იგულისხმება. აი მაგალითად, ამ სოფლიური ამაო საზრუნავი რა არის? ჩვენ ვზრუნავთ ყველაფერზე. ბევრი საქმე გაგვაჩნია და ეს საქმეები არ გვანებებენ თავს იმისათვის, რომ ღვთაებრივი კანონები და მცნებები აღვასრულოთ. მაგალითად, ზოგიერთი ადამიანი ამბობს: დილის ლოცვა იმიტომ ვერ წავიკითხე, რომ საქმე მქონდა გასაკეთებელი ეზოში და მიფუჭდებოდა. ეს რომ განვიხილოთ, მიფუჭდებოდა ნიშნავს, რომ ყველაფერს შენს თავზე ტვირთულობ და როდესაც შენ თვითონ ამბობ, რომ ღმერთო, შენი დახმარება მე არ მჭირდება, მე თვითონ ყველაფერს მოვაგვარებ. ამ შემთხვევაში გირთულდება ცხოვრება, გიმძიმდება და არ გამოგდის. ასევე სულიერ ცხოვრებასაც უგულებელყოფ. და რას ნიშნავს? იმიტომ ნიშნავს იმას, რომ რწმენა არის ძალიან ნაკლები და ამიტომაც მძლავრობს ჩვენში ხორციელი სურვილები და საზრუნავები. პირველ რიგში ღმერთს უნდა მიენდო ადგე, ილოცო და ეს ლოცვა ნიშნავს იმას, რომ ღმერთს ეუბნები: ღმერთო, მე უძლური ვარ, უსუსური ვარ, მოდი ჩემთან, დამეხმარე, შემეწიე და მთელი დღის განმავლობაში რაც ჩემთვის აუცილებელია და საჭიროა ის მომეცი. ეს ყველაფერი ჩადებულია ლოცვის სიტყვებში, დილის ლოცვაში. ასევე დიდების მოყვარებაც და ყველა სხვა მანკიერებაც ამ სოფლიური საზრუნავია და საცდურია სიმდიდრისა. როგორიცაა მაგალითად გემოთ მოყვარება, სიხარბე, შური, დიდების მოყვარება და სხვა დანარჩენი მსგავსი ამისა. გზა და კლდოვანი ადგილი კი იმიტომ ახსენა, რომ სურდა ეჩვენებინა. საკმარისი არ არის მხოლოდ სიმდიდრის სიყვარულისაგან გათავისუფლება, არამედ სხვა სათნოების შეძენაზეც უნდა იზრუნო. რა სარგებელი გექნება იმისგან, თუ კი სიმდიდრის მოყვარე არ ხარ, მაგრამ დედაკაცივით განაზებული ხარ და უდები. ანდა რა სარგებელი გექნება, თუ კი უდები არ ხარ, მაგრამ უზრუნველი ხარ და დაუდევრად ისმენ სიტყვას. მხოლოდ სათნოების ქონა არ არის საკმარისი ჩვენი ცხონებისათვის, არამედ პირველ რიგში საჭიროა გულდასმით მოსმენა სიტყვისა და მისი გამუდმებული ხსოვნა. შემდეგ საჭიროა სიმამაცე. აი ეს სიმამაცე ზოგიერთ ადამიანს აკლია და როდესაც მაგალითად მოხვდება ისეთ წრეში, სადაც დასცინებენ მას, რომ ეკლესიური ცხოვრება დაიწყე და ირონიულად ჩაეღიმებათ ხოლმე. ან როდესაც გაიგებენ, რომ მარხვაზია და მოგცლია ერთი, მოდი ჭამე სვი, სხვა რა დაგჭება ამ წუთი სოფელში და იმას პიროვნებას რომ არ აქვს პრინციპულობა და არ აქვს სიმამაცე, მაშინვე დახვება ხოლმე მათ აი ამ გამონათქვამებს, რომ მათ არა წყენინონ და ამ დროს ღმერთს შეურაცხყოფას აყენებს, ეს არაფერი არ არის. რა თქმა უნდა, ესეც ნიშნავს, რომ ჩვენში არ არის შესაბამისი სულიერი საფუძველი, განწყობა, რწმენა, სიმამაცე არ გაგვაჩნია. არადა თუ კი ჩვენ მაგალითად მათ სურვილებს დავყვებით, მაშინ რას იტყვიან, რას გაიფიქრებენ გულში, რომ ეს არის
ქრისტიანული ცხოვრების წესით მაცხოვრებელი, ერთი სიტყვა უთხარი და მაშინვე უგულებელყო ღვთაებრივი წესები და კანონები. ხომ შეიძლება ესეც იფიქროს, რომ როგორი სუსტები არიან ისინი. შემდეგ მოძულებული სიმდიდრისა, მოძულება სიმდიდრისა და ბოლოს უვნებო დამოკიდებულება ყოველივე ამსოფლიურის მიმართ. აი ეს უვნებო დამოკიდებულება ყოველივე ამსოფლიურის მიმართ უნდა კონდეს ყველა ქრისტიან ადამიანს, თუ უნდა გადარჩენა, რადგანაც თუ უვნებო დამოკიდებულება არსებობს, მაშინ ბორკილები არ გვაქვს დადებული საგნებთან. ანუ მაგალითად, მანქანა გყავს, კარგი, გიყვარს მანქანა, დიდი ბორკილი გადევს შენ და მანქანას ერთად. და ვერ შეელევი ამ მანქანას, შენი მთელი საფიქრალი, საზრუნავი, დილით გაიღვიძებ, ფიქრი გაქვს მანქანაზე, რამე არ გაგიფუჭდეს, გაარეცხო, გაასუფთავო, არ გაიკაწროს და ასე შემდეგ. და წარმოიდგინეთ თითოეულ საგანზე, როდესაც ეს ბორკილები ჩვენ გვადევს, მაშინ როგორ გვემახსოვრება ღმერთი. შეუძლებელია ორ უფალს ემსახუროთ, ამ წუთის სოფელსაც და ღმერთსაც. შეუძლებელია ესეთი რამ. სიტყვის მოსმენას იმიტომ აყენებს ყველაფერ დანარჩენზე წინ, რომ იგი ყველაზე მეტად გვესაჭიროება. ასევე ჩვენს თუ კი ყურადღებით არ ვიქნებით სიტყვის მიმართ, არ გვექნება შესაძლებლობა გავიგოთ თუ რა უნდა ვაკეთოთ. შემდეგ უკვე საუბრობს იგი სიმამაცეზე და ამქვეყნიურ სიკეთეთა მოძულებაზე. ამრიგად ვიცით რა ეს, შემოვიზღუდოთ თავი ყოველი მხრიდან, ყური მივაპყროთ სიტყვას, ღრმად ჩავიბეჭდოთ გულში და განვიწმინდოთ თავი ყოველგვარი ამ სოფლიურისგან. თუ კი ერთ რამეს გავაკეთებთ, მაგრამ მეორეს დაუდევრად მოვეკიდებით, აქედან არანაირი სარგებელი არ გვექნება. ასე თუ ისე მაინც წავწყმდებით. რა განსხვავებაა თუ კი სიმდიდრის გამო კი არ წავწყმდებით, არამედ უდარდელობის, ანდა უდარდელობის გამო კი არა, უდებების. მიწადმოქმედი მაინც მწუხარებს, რა გზითაც არ უნდა დაეღუპოს თესლი. ამრიგად თავს ნუ ვინ უგეშებთ იმით, რომ ყველა მიმართებით არ ვდგავართ წარწმედის გზაზე, არამედ ვიგლოვოთ წარწმედის რომელ გზაზეც არ უნდა ვიდგეთ და ცეცხლს მივცეთ ეკლიანი ადგილი, რადგანაც იგი შეაშთობს სიტყვას. ეს მდიდრებმაც იციან, რომლებსაც არაფრის უნარი არ აქვთ, არიან რა მონანი და ტყვენი ვნებებისა და ამიტომ მათ სამოქალაქო საქმეების კეთებაც კი არ შეუძლიათ. და თუ კი მათ ამის უნარის კი არ გააჩნიათ, მით უფრო უნარს მოკლებულნი არიან ზეციურის მიმართ. ორმაგი წყლული წამლავს მათ გულის თქმებს, განსხრომა და ამსოფლიური საზრუნავი. თითოეული მათგანი თავისთავად საკმარისია ნავის ჩასაზირად. წარმოიდგინეთ, როგორი ღელვა წარმოიშობა, როდესაც ორივე მათგანი შეერთდება. ნუ გაგიკვირდება, რომ განსხრომას ქრისტემ ეკალი უწოდა. შენ ვნებით მთვრალმა არ იციეს, მაგრამ მათ ვინც არ არიან ამ ვნებით მოწამლულნი, იციან, რომ განსხრომა მეტად მომწყვლელია, ვიდრე ეკალი. უფრო ფიტავს სულს, ვიდრე ამსოფლიური საზრუნავი და ყველაზე მტანჯველი სნეულებების მომტანია, როგორც სხეულისთვის, ისე სულისთვის. ამსოფლიური საზრუნავნი იმდენად მტანჯველნი არ არიან, რამდენადაც ნაყროვანება, როდესაც უძილობა ტკივილი საფეთქლებში დამძიმებული თავი და მუცლის სნეულებანი ტანჯავენ ნაყროვანს. წარმოიდგინე, რამდენ ეკალზე უფრო აუტანელია ეს. და როგორც ეკალი, რამ ხრიდანაც არ უნდა აიღონ, ხელებს ასისხლიანებს, ასევე განსხრომაც,
წყლულებით ავსებს ფეხებსაც, ხელებსაც, თავსაც და თვალებსაც, მოკლედ ყველა ორგანოს. იგი ეკალივით უსიცოცხლო და უნაყოფოა და მასზე ბევრად უფრო მავნებელი და მავნებელია უმნიშვნელოვანესი ორგანოებისთვის. მართლაც და იგი უდროოდ აახლოვებს სიბერეს, აჩლუნგებს გრძნობებს, აბნელებს აზრებს, აბრმავებს გამჭრიახ გონებას, სისველეებს აჩენს სხეულზე და აგროვებს ჩირკს, იწვევს უამრავ სნეულებას, წარმოშობს დიდ სიმძიმეს და უზომო სიმსუქნეს, რისგანაც ხდება მუდმივი დაცემები და ხშირი მარცხი. მითხარი, რატომ ასუქებ ასე უზომო სხეულს? განა შენს მსხვერპლად შეწირვას ვაპირებთ, თუ ტრაპეზე შეთავაზებას. კარგია ფრინველის მოსუქება, ან უკეთ რომ თქვათ, არც მათი მოსუქება კარგი, რადგან როდესაც ისინი უზომოდ გასუქდებიან, ანუ ფრინველები, საკვებად გამოყენება უკვე აღარ არის სასარგებლო. ასეთი დიდია ნაყროვანებისგან მომდინარე ბოროტება. იგი პირუტყვთათვისაც კი საზიანოა. ვასუქებთ რა უსარგებლოს ხვდით მათ, როგორც თავიანთი თავისთვის, ისე ჩვენთვის. იმიტომ რომ ამ ჭარბის სიმსუქნისგან საკვების მონელებაც არ ხდება კარგად და ორგანიზმის წვენიც პობას იწყებს. მაგრამ ის ცხოველები, რომელთაც გადაჭარბებულად არ კვებავენ და რომლებიც ასე ვთქვათ მარხულობენ, საკვებს ზომიერად იღებენ და მძიმე სამუშაოებს ასრულებენ, ფრიად სასარგებლონი არიან თავიანთი თავისთვისაც და სხვებისთვისაც. ვარგისნი არიან საკვებადაც და ყველაფერი დანარჩენისთვისაც. ისინი, ვინც მათით იკვებებიან, უფრო ჯამრთელნი არიან, ხოლო ისინი, ვინც საკვებად ქონიან ცხოველებს იყენებენ, მათ ემსგავსებიან, ზარმაცები და ავადმყოფები ხდებიან და თავადვე იდებენ უმძიმეს ბორგილებს. არაფერი ისე საძაგელი და საზიანო არ არის სხეულისთვის, როგორც ნაყროვანება. არაფერი ისე არ ანგრევს, ამძიმებს და ღუპავს მას, როგორც საკვების უზომო მიღება. ამიტომაც მხოლოდ გაკვირვებას იწვევენ ისინი, ვინც უსაშველოდ ძღებიან, რომ მათ არ სურთ, იმდენად მაინც გაუფრთხილდნენ თავს, რამდენადაც სხვები ტიკებს უფრთხილდებიან. ღვინით მოვაჭრენი ტიკებს ზომაზე მეტად არ ავსებენ, რათა არ გახეთქონ ისინი. მათ კი ამგვარი ზრუნვის გამოვლენაც კი არ სურთ თავიანთ საცოდავ მუცელზე, არამედ უსაშველოდ ამძიმებენ საკვებით. ავსებენ საკუთარ თავს ღვინით ყურებამდე, ნესტოებამდე და თავად ყელამდე და ამრიგად უაღრესად ავიწროებენ სულს და იმ ძალას, რომელიც პირუტყვივით ცხოვრებას აგვაცილებს. განა იმიტომ მოგეცა ხორხი, რომ თვით ბაგეებამდე აავსო იგი ღვინით და სხვა მავნე ნივთიერებებით? არა, ამიტომ არა, ადამიანო, არამედ რათა პირველ რიგში ადიდო უფალი, წმინდა ლოცვები აღავლინო მისდამი, იკითხო საღმრთოს ჯული, მეორეც სასარგებლო რჩევები მისცე ახლობლებს. შენ კი თითქოს მხოლოდ ღორმუცელობისთვის მიგეღოს ხორხი, არაძლევ მას მცირე დროსაც კი წმინდა საქმიანობისთვის, არამედ მთელი ცხოვრება სამარცხინო სამუშაოსთვის იყენებ. ასეთი ადამიანები მათ ემსგავსებიან, ვინც აიღო რა ოქროს სიმებიანი და კარგად აწყობილი არფა, იმის ნაცვლად რომ ჩამოჰკრას მას და ჰარმონიული ბგერები გამოსცეს, ნეხვითა და ყოველგვარი სიბინძურით ავსებს მას. ნეხვს მე საკვებს კი არ ვუწოდებ, არამედ გადაჭარბებულ სიმაძღრესა და არაზომიერებას, რადგანაც ის, რაც ზომაზე მეტია, კი არ კვებავს, არამედ მხოლოდ ვნებს. მხოლოდ მუცელი მოგვეცა მარტოოდენ საკვების მისაღებად, ხოლო ბაგეები, ხორხი და ენა სხვა
უფრო აუცილებელი საქმიანობისთვისაც. ან უფრო უკეთ მუცელიც უბრალოდ საკვების მისაღებად კი არ მოგვეცა, არამედ საკვების ზომიერად მისაღებად. იგი თავად გვიჩვენებს ამას, რამდენადაც ყოველთვის ჩვენს წინააღმდეგ ყვირის, როდესაც ასეთი ზედმეტობით ვნებთ მას. და არა მხოლოდ ყვირის, არამედ შურის საძიებლად იმის გამო, რომ უსამართლოდ ვექცევით, უდიდეს სასჯელებსაც გვადებს. პირველ რიგში იგი სჯის ფეხებს, რომლებიც გვატარებენ და დავყავართ მდიდრულ წვეულებებზე. შემდეგ გვიკრავს ხელებს, რომლებიც მას ემსახურებიან იმის გამო, რომ ისინი მას ასე ბევრსა და ასეთ კარგ სანაოგეს თავაზობდნენ, ხოლო მრავალს თავად ბაგეები, თვალები და თავიც კი დაუზიანა. როგორც მონა, როდესაც მას რაიმე ისეც დააკისრებენ, რაც მის ძალებს აღემატება, ძლიერ მრისხანებაში მყოფი აგინებს თავის ბატონს. ასევე მუცელიც, რომელზედაც ძალადობენ, ხშირად ღუპავს და აზიანებს სხვა ორგანოებთან ერთად თავად ტვინსაც. ამიტომაც კარგად მოაწყო უფალმა, დაუკავშირა რა ზომიერების უქონლობა ასეთ მავნე შედეგებს, რათა თუ კი საკუთარი ნებით არ გსურს კეთილგონიერად მოქცევა, უნებურად შიშისა და მავნებლობის გამო მაინც ისწავლო ზომიერება. ამრიგად ვიცით რა ეს მოვერიდოთ განცხრომას, ვიზრუნოთ ზომიერებაზე და როგორც ყველა სხვა საქმეში, ტრაპეზის დროსაც უარი ვუთხრათ სიმსუნაგესა და გემოთ მოყვარების დემონს. აი ასეთია წმინდა მღვდელმთავრის შეგონება დღევანდელ დღეს. ღმერთმა შეგვაძლებინოს, რომ არ ვიყოთ გემოთ მოყვარენი და ამ წუთი სოფლის საცდურებისადმი დამონებულები. არამედ ყოველივეში არის საჭირო ზომიერება და აუცილებლობის წესიდან გამომდინარეობა ჩვენი მოქმედებისა. აუცილებელია ყოველივე ეს. ნახეთ, ზოგიერთი ადამიანი ამბობს, რომ რატომ არის ზოგი გაჭირვებული, მაგალითად, ზოგს საჭმელიც არა აქვს. ღმერთმა ძალიან კარგად იცის, ვის რა მისცეს. აი სწორედ დღევანდელი იოანე ოქროპირის სიტყვები არის პასუხი აი ამ კითხვაზე. ზოგს რომ მიეცეს, წარმოიდგინეთ, შეიძლება გასკდეს, ისე მოექცეს საკუთარ მუცელს, საკუთარ თავს. აი ამიტომაც არ ხდება ბევრ ადამიანზე სიმდიდრის მიცემა, რადგანაც ჩვენში არსებული აი ეს გულის თქმები, სურვილები, რომ არ დავიკმაყოფილოთ, როგორიც არის აზარტული თამაშები, სიძვა-მრუშობის ცოდვა, მემთვრალეობა, გემოთ მოყვარეობა, ნარკოტიკები და ასე შემდეგ. ზოგიერთი ამას არ აკეთებს იმის გამო, რომ არ აქვს საშუალება. აი ესე არის შემოზღუდული. მაგრამ ვისაც მიცემული აქვს ეს ყველაფერი, სიმდიდრე მაგალითად, ფული, და თუ არ ალაგმავს თავის სურვილებს და ვნებებს, რა თქმა უნდა, გადაშვებულია მთელი თავისი არსებით აი ამ წუმპეში და იღუპება. აი ამიტომაც არის ღვთისგანგებულებით, ზოგს აქვს, ზოგს არ აქვს. თუ ღმერთი აძლევს ადამიანს სიმდიდრეს, მაშინ იმის შესაძლებლობასაც მისცემს, რომ სწორად გამოიყენოს. მაგრამ თუ კი ადამიანმა თავისით მოიპოვა სიმდიდრე, ანუ მისი ნებიდან გამომდინარე, მისი წადილიდან გამომდინარე, მისი მოქმედებიდან გამომდინარე, მას უნდოდა ეს მოიმოქმედა, ამ შემთხვევაში უკვე ღმერთი არ გეხმარება. ღმერთი დაგეხმარება მაშინ, თუ კი შენ მას თხოვ.
ღმერთო, დამეხმარე, შემეწიე, რომ სწორად გამოვიყენო ჩემი სიმდიდრე და ქონება, რომ სული ვიცხონო. აი, როცა ამას ეტყვი ღმერთს, მაშინ ღმერთი შეგეწევა. და თუ კი დაკარგე ქონება და თუ კი დაკარგე მაგალითად სახლი, კარი, მაშინ მადლობა გადაუხადე ღმერთს, რომ შენ სხვანაირად ვერ ცხონდებოდი. სხვანაირად ვერ გამოიყენებდი აი ამ სიმდიდრეს, აი ამ ქონებას სულის ცხონებისათვის. ამიტომაც ღმერთმა მძიმე ტვირთი მოგაშორა. გაგათავისუფლა ამისგან და მოგცა საშუალება, რომ გაცხონოს. სულიერი კანონები სხვანაირია. ეს არ არის, თქვათ, ლოგიკურ ჯაჭვს ვერ გაყვები. ამიტომ რწმენით უნდა მიიღო და უნდა იცოდე აუცილებლად წმინდა წერილი, წმინდა მამათა სწავლება. ამაში უნდა ვიწვრთნებოდეთ. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგურთოთ.